საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ კარგად დავაკვირდეთ და არ ვიყოთ აყოლილები იმას, უიმე სუსტები არიან, უიმე მთავრდებიან, ეს ბოლო ის არის, ახლა გუშინ უყურებდი, მაინტერესებდა 2016 წლის არჩევნების პერიოდიდან ერთ-ერთი გამონათქვამები. აი ეს არის ბოლო. აი ეხლა ეს არის ბოლო სტადია. და 2025 წელია და ბოლო სტადია არის. 10 წელი გავიდა. აი ბოლო სტადია მე ყველა პოლიტიკოსი და მესმოდა ეს. აქედან გამომდა არ მინდა ამ ეუფორიას აუყვე და მინდა თვითონ პროცესი ნახოთ რა ხდება რა. ძალიან საინტერესო პროცესია თვითონ ხელისუფლებაში. უყურეთ, შევხედოთ ხელისუფლების თვალით, რომელიც გვინდა კარგად შევფუთოთ და მოსახლეობას უთხრათ, ხა? Ну, მთელი კამპანია ქონდათ აწყობილი იმაზე, რომ არა ომს გახსოვთ, ხო? მთელი რაღაც იდეოლოგიური მომენტი ქონდათ ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა. აბა ომი გინდათ. ხო, აბა ომი გინდათ. მაგრამ ამ სიტუაციაში ჩვენ ვნახეთ, რომ დაიძაბა დასავლეთთან ურთიერთობა, არა მარტო სტრატეგიულ პარტნიორთან შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან. ესე იგი, ის სვლა ევროკავშირისაკენ, ის გზები, ის და 2030-ში ევროკავშირში ვიქნებით და ეს კანონი ამერიკულია და არა რა ქვია მაგას რუსულია და მთელი ეს ამბები. ამ ფონზე ეს იდეოლოგია ჩამოიშალა, ხო სწორია? ეხლა ხო უნდა რაღაც შექმნა ისეთი, რომელიც რაღაცაზე დაფუძნებული უნდა იყოს და უცებ გამოჩნდა, რომ არიან ძალები, რომელსაც ნახეს, რომ არის კორუფცია ქვეყანაში. მაგამდე რომ TV პირველი, რომელსაც აქვს საგამომძიებლო ჟურნალისტიკის მთელი განყოფილება და ფაქტების წარმოდგენა ხდებოდა, ეს არ ხდებოდა. თვითონ ეს ღია მტკიცებულებების გამოტანა ეთერში ხდებოდა და ეს არაფერი არ იყო, მოდი ვთქვათ პირდაპირ, ხო? და არავინ ყურადღებას არ აქცევდა გელაპარაკა რამდენიც გინდა. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ საგამომძიებლო ჟურნალისტიკის მიერ გამოტანილი ფაქტები ყოფილა თითქმის 100% რეალობა. ოღონდ რატო ვიძახი თითქმის 100%? იმიტომ რომ არა ჟურნალისტს ვალდებულება ყველა მტკიცებულება წარმოადგინოს. და ამიტომ შეიძლება ზოგ ადგილებში რაღაც სხვა მომენტები იყოს და იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე დღეს დაიწყეს თემა კორუფციასთან ბრძოლა. მოდი ასე შევხედოთ ამ მომენტს და აქედან გამომდინარე თავის ამომრჩეველს ეს სტრატეგიული ხაზია წინასაარჩევნო. ეხლა უყურეთ. ნაწილობრივი ბრძოლა და ნაწილობრივ შეფუთული საზოგადოება. რა თქმა უნდა, აი ეს სწორად გაუსვით თქვენ ხაზი. მარტო სუფთად კორუფციასთან ბრძოლა კი არა, არამედ ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, რომ მოდი ჩვენიანები გავლახოთ და მტერს ეშინოდეს, ხო? ეს რუსულად უფრო კარგად ჟღერს, მაგრამ ქართულად ჭუჭუჭია. ხო, ამიტომ ეხლა ხდება ისე, რომ ყველას მიუწვდები. ჩვენ ეს ოპოზიციონერები კი არ ჩავშვით მარტო. რომელიც არ ამორჩილებოდნენ კანონს. არამედ ის, ვინც ჩვენი მომხრე იყო, ხო? და მუშაობთ მაგაძეც და ეს ხო რეალობა არის, ხო? ამით თავის ამომრჩეველს აძლიერებენ და ის კანონმდებლობა, რა კანონმდებლობის მიღება მიდის, აი ბევრი ხო ლაპარაკობს, ეს არის ბოლო. არა, ეს არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისათვის. რომ საპარლამენტო არჩევნებისათვის იყოს ისეთი საარჩევნო ფონი შექმნილი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერ სიტუაციაში ქართული ოცნების გამარჯვებას. ანუ ახლა რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ოპოზიციის დიდი ნაწილი და თითქმის სრული შემადგენლობა ლაპარაკობს, როგორ დაიქცა ეს საარჩევნო სამართლებრივი ბაზა, ეს რეალურად სულ არ არის ოქტომბრისთვის განყოფილი. ეხლა დააკვირდით ოქტომბრის არჩევნების ბედი ხელისუფლების არა, ოქტომბრის არჩევნების ბედი ჩემთვის მე რასაც უყურებ გადაწყვეტილია რა, რა ვარიანტში, რომ ეხლა მე როდესაც ოპოზიცია ეხლა არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, ყველა პოლიტიკური პარტია თავის განწყობას იძახის, მაგრამ თუ ოპოზიცია ერთიანი არ არის, ერთიანი რაც ვიძახი, ან ერთიანი არჩევნებში მონაწილეობაში. ეხლა მე არ მივდივარ არჩევნებში, იმიტომ რომ ერთიანობა არ არის. და ეხლა იმ ხმებით რაოდენობა რაც მე ავიღე, ნუ 3-4 დეპუტატს რეგიონში გამიყვანს და რა? პირობითად ლაპარაკობ, ხო? ეს ხო არ იქნება გამარჯვება. ჩემზე კი არა, საერთოდ ოპოზიციური. აქედან გამომდინარე ვიძახი რას, რომ ერთიანი პოზიცია უნდა ყოფილიყო ან ყველა არჩევნებში, ან ყველა ბოიკოტი. არ გამოვიდა ეს, ამ თემაში გამოდის გამარჯვებული ხელისუფლება. ეხლა უყურეთ მეორე თემაა. ხელისუფლებას რა აწყობს თქვენი დაკვირვება? მე მგონი თანაბრად აწყობს ნაწილის მონაწილეობა, ნაწილის ის სურათი რაც ლაგდება, იდეალურია ხელისუფლებასაც. იდეალური. უყურეთ, რატო? ეხლა მე მიკვირს იმ ნაწილის, რომელიც იძახოდა, რომ დიდი ბრძოლაში შევდივართ. აი ეს არის ჩვენ ყველა ფრონტზე ვიბრძვით. უდიდესი პლატფორმა ქონდათ საქართველოს პარლამენტი, ბრძოლის ველი. აი ხა ერთ წუთად წარმოვიდგინოთ, ყველა პარტია ბარიერ გადასული შესულიყო პარლამენტში პირობითად. ხო?
ხო ეს იქნებოდა ეხლა დუღილი ის კანონმდებლობა რაც ეხლა დღეს ეს არის ესე იგი ამიტომ ამაზე ითქვი ვერავინ ვერ გადამარწმუნებს რომ ეს იყო შეცდომა ამიტომ ეხლა კიდევ ერთხელ ლაპარაკობ ნუ მესმის მეთქი მაგრამ ვერ ვგებულობ როდესაც ამხელა იარაღზე იძახი ვარს და ამხელა პლატფორმაზე და მე მედიხარ თვითმმართველობის პლატფორმაზე რომელიც არაფერს არ წყვიტავს დიახ ეგ პრინციპული თემა არის რა და ეხლა დაუშვათ კანონიანად ჩვენ ვიძახით იმას რომ პარლამენტი არალეგიტიმურია ეხლა პრეზიდენტის შეთავაზება რაც იყო ნახეთ ნუ ეხლა სასაცილო იყო რაც თავისუფლად შეეძლია საქართველოს პრეზიდენტს შეიწყალოს განცხადების დაწერის გარეშე ყველა პატიმარი თავისუფლად აი ხო როცა ხო თქვა იგი შეუძლია თავისუფლად აი მე თავმჯდომარესაც შეუძლია მიმართოს პრეზიდენტს რომ მარტივ მაგალითს მოვიყვან როდესაც ირაკლი ბათიაშვილი იყო დაპატიმრებული და ჩვენ ოპოზიციის ნაწილი ვიყავით 2008 წელს ჩვენ პოლიტიკური ზეწოლით უნდა შეეწყალებინა სააკაშვილს და ბატონი ბათიაშვილი ირაკლი არ წერდა იმას განცხადებას შეწყალებაზე იმიტომ რომ არ აღიარებდა თავის დამნაშავედ და ჩვენც არ ვაღიარებდით იმიტომ რომ მართალი იყო და მაშინ დავით უსუფაშვილმა მოახერხა ის, რომ კანონმდებლობაში ნორმა დაალაგა ისე, რომ განცხადების დაწერის გარეშე გაუშვეს ბათიაშვილი, შეიწყალა პრეზიდენტმა. პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. ასე იყო? თუ ასე იყო, არ დაუწერია შეწყალებაზე. არა, მე იცი რა მახსენდება პატრიარქის მიმართვა. არა. კი, მიმართვები ბევრი სამართლებრივი ფორმა არ იყო. და არ აღიარებდა დანაშაულს და იყო მართალი. ეხლა აქ არის სხვა თემა, რომ პოლიტიკურად სააკაშვილმა პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა მაშინ. პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. აი ეხლა ყაველაშვილს შეუძლია პოლიტიკური ნაბიჯი, არ უნდა ეს ვაჭრობა, დამიწერე განცხადება, შეგიწყალებ, არჩევნებში წადი. თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღე, ეხლა უკვე ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება, რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აღწევს. პირველად, რაც მე მახსოვს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვენეციის კომისია ითხოვს მხარეთ ჩართვას. ეს თუ ვინმეს ახლა ხელისუფლებას მოუწოდებ და ეს იცით რამხელა ჩეპეა მათთვის და ქართული სამართლისათვის, იმ რატომ რასაკეთზე არასამთავრობოების მიმართვაზე ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონზე. ზუსტად შემიძლია გითხრათ რა გადაწყვეტილებას გამოტანილი იქნება ვენეციის კომისიის როგორც მხარეთ ჩართვასთან დაკავშირებით, ხო? ეს ხო სტრასბურგი რო გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჩვენ ხო 20-30-ში მივდივართ ევროკავშირში, ხო? ნუ პირობითად, როგორც ხელისუფლება გვეუბნება, ხო? ეხლა სტრასბურგი რო გადაწყვეტილებას გამოიტანს, აქ რას შვებით? აქ ჩვენ არ აღვასრულებთ? თუ როგორც პუტინმა მიიღო თავის დროზე შეცვალა კანონი, სადაც თქვა, რომ თუ ეწინააღმდეგება რუსულ ხელისუფლებას, უპირატესი ძალა აქვს რუსულ კანონმდებლობას. ამას მივიღებთ? ამ კანონს მივიღებთ, აცი? ეგ ხო პრობლემა არის, ხო? ეგ დიდი პრობლემაა, მოდი ვთქვათ, რაც ძალიან მძიმედ გამოჩნდება, ხო? ამიტომ ხელისუფლება არ არის კომფორტულ მდგომარეობაში და სამწუხაროდ ოპოზიციაც ამ დაქსაქსულობით უწყობს ამას ხელს. ამიტომ ვიძახი, რომ ესენი ემზადებიან, ნაცვლად ჩანს ეს სრაფტებით კანონების მიღება. ოქტომბრის თემა მათთვის დალაგებულია. რა თქმა უნდა. ეჭვარ მე პარე ამაში ეწოდი კიდე. ეხლა ვიღაცა თუ ვიღაცას გამოგლიჯავს, ნუ მეცინება, ამაზე კაი ბატონო გამოგლიჯავს, ტაშ დაუკრა ბედნიერი ვიქნები, მაგრამ არა მგონია. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რომ კანონმდებლობის გამკაცრება ხდება არა მარტო სამართლებრივი ჩარჩოში და გამოხატვის თვალსაზრისით, არამედ ბიზნესის თვალსაზრისით. სწორია რომ ვიღაცას აზრი არ გაუჩნდეს ბიზნესში, ცოტა სხვანაირად იმოქმედოს, ხო ხვდები? რაღაცნაირად იცით როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ? თითქოს აი რეალურად 100%-ით ახლა მოვიდნენ ხელისუფლებაში. ანუ აი იმ ტიპის 100%-ით ახალი ქართული ოცნება. აი ეს ყურეთ, თქვენ ხო ხელისუფლება თქვენ და სწორია, მაგრამ ახალი ქართული ოცნება. უყურეთ, ნახეთ როგორი თემა არის. პარლამენტში 100%-ით არის. 54 აიღეს, მაგრამ 100%-ით არიან. სულ მეშინოდა იმისი რომ კომფორტში იქნება. სულ მგონია რომ ეს ხალხი რომელსაც გონია რომ აი რაღაცნაირი ეს თქო დაუძინებელი ოპონენტები არიან ოცნების, აი სულ ისე იქცევიან ხოლმე რომ დაუძინებელი მოკავშირეები მგონია. არა, უბრალოდ ახლა არავის მესმის რასაც ლაპარაკობ თქვენ და ქმედება იწვევს მოკავშირე ინტერესთან თანხმედრას, ეგ პრინციპული თემაა. სადაც არ არის, აი სულ ფიქრობ, სადაც არ არის ლოგიკა, იქ არის ხელისუფლება. სადაც არის ლოგიკა, იქ ხელისუფლება არ არის. სადაც ლოგიკური ქმედებებია, ცოტა გვერდიდან, ცოტა ცივად პროცესებს როგორ ლაგდება ყოველთვის, ყველა ეტაპზე. არა თანმიმდევრულობა არის სერიოზული პრობლემა ქვეყანაში. არა თანმიმდევრულობა. უყურეთ ახლა პარლამენტს არ აღიარ პირობითად. მიდიხარ, არ აღიარებ პრეზიდენტს. პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მიდიხარ. რა მნიშვნელობა თვითმმართველობისა თუ რა? პარლამენტს არ აღიარებ, ამის გამო ციხეში მიდიხარ. ეს
პასუხისმგებლობა პოლიტიკური აიღე, ხო, იმაზე, რომ შენ პოლიტიკურ ნებაზე. ეხლა უყურე მეორე თემა. ყავილაშვილი რომ დანიშნავს საპარლამენტო არჩევნებს რა შვებით? ადგილობრივი თვითმმართველობის ჯერ. არა. ეხლა თვითმმართველობის ხო მიდიან. მაგრამ ყველა ხო პარლამენტი არჩევნები რო დაინიშნება, ყველა ხო წავა? ყველა ხო უნდა წავიდეს? ხო, აი რა შვებით? არ ბოიკოტს გამოუცხადებენ. ნუ ეხლა მაშინ 2020. ანუ თუ მანამდე არ მგონია მე, რომ იმასაც ბოიკოტს ვიღაცა ეხლა თქვენ როგორ გონიათ მე 2028-მდე პოლიტიკურ სპექტრს როგორ მე მგონია რომ არა მე მგონია რომ არჩევნები იქნება გაზაფხულზე 26-ის, რატომ? იმიტომ რომ მოდით შევხედოთ რა, პირველი დავიწყო რომ კანონმდებლობის გამკაცრება. ძალიან სწრაფ რეჟიმში. მეორე თემა. 99 დეპუტატი დარჩა. 99 დეპუტატი ნიშნავს იმას, რომ საერთოდ თითქმის ქმედუნაროა პარლამენტი. რატომ? იმიტომ რომ 90 ხმა, მაგალითად მოიყვან საკონსტიტუციო მოსამართლის დანიშვნა. 90 ხმა. კი ბატონო, ანუ ვერ გაძლებს ეს არის რაღაც პრინციპი საკითხი რა არის გეტყვით, უყურეთ. გახარიას პარტიას ხო მანდატები გაუქმეს. ბატონ გახარიას სია არ ჩაუხსნა. არ ჩაუხსნა შემდეგი 12. შენობაში არ შევა. უფლებამოსილება ცნობილი იქნება, ერთი სასესიო ის არივლიან და მე ისევ გაუქმებენ. კიდე 12 შევა. ასე გამოდის რომ იურიდიულად 101 დეპუტატია. აი თუ სია ჩაიხსნება და 99 დარჩება, უკვე ტექნიკურად 90 ხმის მოგროვება შეიძლება. ეხლა ვიღაცა ხო შეიძლება ერთი გადმოიბირონ პირობითად, ხო ერთი ჭირდებათ, ერთი კაცი რომ შევიდეს, რომელიმე 12-ეული ერთი კაცი. მაშინ არჩევნები არ იქნება 26-ში, იქნება 28-ში. დარწმუნებული ვარ მაგაში. მაგრამ თუ 99 დარჩა და გაიყინა, მოსამართლე უნდა დაენიშნოს საკონსტიტუციოს ძალიან მარტივი. 2026 წლის გაზაფხულზე, ანუ ერთ წელიწადში დაახლოებით. გაზაფხულზე თუ არ იქნა, არა, ამ არჩევნებს ოპოზიცია კი არ გამოიწვევს. ამ არჩევნებს გააკეთებს ქართული ოცნება. უყურეთ, გამკაცრებული კანონმდებლობით, გამარჯვებული თვითმმართველობის არჩევნებში, გაწმენდილი ველით შეიძლება მუხლების დაუმატონ, ვინც პოლიტიკოსები ზიან ახლა, არ გამოურიცხავ მაგასაც. რა ვიცი ახლა, ყველაფერი მოწოლოდნელი. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ველი არის ფინანსური საკითხი ჩაკეტილია, არასამთავრობო ჩაკეტილია, მედია კონტროლის ქვეშა. რა პრობლემა აქვს ქართულ ოცნებას არჩევნების ჩატარების? რა პრობლემა აქვს ლეგიტიმურობის მოპოვების წყალებში მისი გაგებით, ხო? მორჩა, რატომ არ უნდა 99 რატომ უნდა იყოს? ხო დისკომფორტია, ხო? ჩვენ ხო ხედავთ ამას. თვითონაც ხო ესმინდა ძალიან კარგად. ამიტომ ეს ოპოზიციის გამოწვეული არჩევნები არ იქნება. ეს იქნება გამოწვეული ქართული ოცნების და ისინი სხვა გზით სწავლენ მერე. აბსოლუტურად სხვა გზით რაც ვეძახი რა. ვეძახი რომ ქმედება საარჩევნო იქნება სხვა. დიდი ალბათობა ამისი არის. ეს ჩანს. პარტიები რა ფორმაში უნდა შეხვდნენ ამას? მაინც საარჩევნო ფორმაში თუ მაინც პროტესტის და ბოიკოტის ფორმაში? მე არ გაუსწრებ მოვლენებს, იმიტომ რომ მიჭირს თქვათ საუბარი რა ფორმაში, იმიტომ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთში, ეხლა ავიღოთ თვითმმართველობის არჩევნები, ხო? 10 პოლიტიკური პარტია არის, ვინც რაღაც შედეგი დადო საპარლამენტო არჩევნებში, ჩემი ჩათვლით. 10 პარტია. მეტი არ არის. ამ 10 პარტიიდან დაახლოებით ეხლა არჩევნებზე მიდის 5-6. დებით? და ესე იგი შედგა არჩევნები. მოდი თქვა სიმართლე ხა, ის რომ იმ დღეს არჩევნები არ შედგება, ეგ არის თვითმმართველობის არჩევნები. ხო, ვინ ეხა მივლენ უბანში შეუვარდებიან, წემენ, უბნის წევრებს თუ რას უზამენ? აი თქვა ამდენის შესაძლებლობა თუ აქვს 3000 უბანი ჩაშალოს. ეხა რომელი სხვა რესურსისთვის რა თქმა უნდა, სხვა პროცესის. აი ეხა მაგალითად წემ თქვა შეუვარდი უბანზე და დაერიე ქართული ოცნების წარმომადგენლებს და მაგალითად ლელოს წარმომადგენლებს, რომელიც არჩევნებზე იქნება. ხო ეხა არარეალურია. ან გახარიას, ან იაგოს, არარეალურია. არ ვიცით კიდევ. იაგოს არა აქვს CS:GO, უბანზე აქვს ლელო და გახარიას. სიტყვაზე, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. იაგოს აქვს ოლქში ადგილი. ოლქში და უბანშიც, კაც ყველგან აქვს. იაგო, აბა რატომ მითხარით იაგოს არა? არა, იაგოს არა აქვს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის პარლამენტს ბარიერგადასული პარტიები. ეს არის დღეს ვინც არჩევნებს. კი ბატონო, მაგრამ იაგო ხვიჩიას გირჩს აქვს წარმომადგენლობა საოლქო კომისიაში. არ აქვს. მარტო ახალი დღევანდელი კანონმდებლობით, ვინც პარლამენტის ბარიერი გადავიდა, ეს 4 პარტია ოპოზიციური მარტო 2024 წელს ქონდა. 24-ში კი, 24-ში. მე ახლა პარაკობ ახლა არჩევნებს. ამიტომ ხა ლელოსაც ხო არ წემი, იმასაც ხო არ წემი, ხო არ შეუვარდები, ხო? ესე იგი შედგა არჩევნები. ბოიკოტი, რომელსაც მე მივდივარ პირობითად, ან სხვა, ეს არის პოლიტიკური ჟესტი. ჩვენება, რომ ეს არის პოლიტიკური დემარში სიტუაციასთან დაკავშირებით, ხო, რომ მიუღებელი არის ეს. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზს უსვამო, მე მოიყავე მომხრე ერთიანი ბოიკოტის და ან ერთიანი ყველას მონაწილეობის. სხვა აზრი, სხვა ეს თამაშია ყველაფერი. კი ბატონო.